გამოიზარდა უკვე ის თაობა, რომელ თაობასაც არც ღმერთი წამს, არ შენი ტრადიცია უნდა, არ შენი ეროვნულობა ადარდებს, არაფერი არ ადარდებს. ამათ ადარდებთ ევროკავშირი, კლუბი, ნარკოტიკი და სპეციალურად იყო დაშვებული ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილის პერიოდში განსაკუთრებით ფრთები გაშალა და ქართული ოცნების პერიოდში განსაკუთრებით ფრთები გაშალა ნარკოტიკების გავრცელებამ და რეალიზაციამ საქართველოში. თეთრი ხმაურის მოძრაობები შეიქმნა და 1000 უბედურებები შეიქმნა. და ჭირდებათ ეს თაობა ზუსტად ამ ბნელ ძალას საქართველოში გადატრიალებისთვის. გიხსნით ამას კიდე ერთხელ. ჯანსაღად ნორმალურად მოაზროვნე ახალგაზრდებმა დასვით კითხვა. არ შეიძლება ურტყა ყრუ კედელს თავი. არ შეიძლება იყო ესეთი ყრუ. აი გეუბნებოდით, მსხვერპლია მოლოდინია, ხო? ახლა საავადმყოფოში არის 22 წლის ახალგაზრდა, რა ვიცი, გაუკეთეს ოპერაცია და გადარჩება თუ არა. არ ვიცი, არავინ არ იცის, ერთ მართვით სუნთქვაზე იყო, ახლა სტაბილურია, მოკლედ ერთი ამბები. აი გუშინ აქ შორს რო არ წავიდი, აი ჩემს გვერდზეც. ღიად დამიწერეს კაცო კომენტარში, არ ვიცი ახლა სახუმარო ამბავი ეს არ არის. მანამდე ეს ფორუმჯიზე იყო თუ ესენი პირდაპირ ამბობენ და ღიად ამბობენ ახლა კომენტარში დაწერონ რა არის. ეს არის მაგათი გეგმები. დღეს გვამს ველოდებით. ხო, რომელს გინდათ რომ თქვენი შვილი იყოს გვამი. რომელი ხართ მზად, რომელი გამოიყვანთ ახლა თქვენ შვილს და შეწირავთ. ვინ შეწირავთ ამ რევოლუციას, ეგრეთ წოდებულ LGBT რევოლუციას. და მაშხალების და პიტარდების რევოლუციას, რომელი? კაცო, მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვამბობ, გასაგებ ენაზე ვამბობ. დასვით ლოგიკური კითხვა. ყველა ლიდერი ვირთხასავით არის შემძროალი. სად არიან მაგათი შვილები? შევარდნაძის შვილების არ იყოს, ასე ხო არ არიან შემთხვევით. აფხაზეთის ომის დროს რომ მოუწოდებდნენ, რომ სხვის შვილებს რომ მოუწოდებენო. ისა რა ქვია, შენი შვილიო სადაც ყავს, ჩემი შვილიო ამერიკაშიაო. მერე ჩამოიყვანენ და სოხუმში აბრძოლეოდა. რათაც მეტი ახალგაზრდა უწავაო და ისწავლის და განათლებული დაბრუნდება უკანო, მით მეტი უკეთესი. აი, დასავლეთში მიღებული განათლება მიღებულმა ხალხმა რა უკნა ქვეყანას. ამიტომ გეუბნებით, უნდა იაზროვნოთ, მაგრამ კრიტიკულ აზროვნებას საბჭოთა კავშირში ასწავლიდნენ და ესენი არ ასწავლიან. აქ ყველაფერი რაც შიგევროპული არის, ყველაფერი არის წმინდა. ამიტომ ახალგაზრდები აი ესეთები არიან გამოზრდილები. ძალიან ბევრ სამართლიანი